ახლა ეთერში მაყურებელი უსმენდა ქართული ოცნების თავდასხმებს თქვენზე და მინდა პირველი კითხვა თქვენთან დავიწყო ასე. შეცდომაში შეიყვანეთ ამ უმრჩეველი და აპირებთ თუ არა ბოდიშის მოხდასო გეკითხებოდნენ ქართული ოცნების წევრები. რა მიზანი ჰქონდა პარლამენტში თქვენ შესვლას ბოიკოტიდან 1 წლის თავზე? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ აი ეს განცხადებები, რაც თქვენ ახლა კიდევ ერთხელ გაუშვით, რა თქმა უნდა, არის სრული მორიგი ტყუილი და მე დღეს უთხარი მათ პირადად მე და ჩვენი გუნდის წევრებმაც და მათ იცოდნენ და თქვენი ეთერის საშუალებითაც შევახსენებ, რომ მათ მოუწევთ ამ შემთხვევაში ოცნების უმრავლესობას გულისხმობს სიმართლის მოსმენა საქართველოს პარლამენტში, რომელიც აღარ იქნება მათი პარტიული ოფისი, როგორც აქამდე იყო. და ამ პარლამენტში ჩვენ დავაბრუნებთ ხალხის ხმას და განსხვავებულ აზრს და თუ ვინ არის მოღალატე და ვინ არის მატყუარა და რას ნიშნავს საერთოდ ხალხის მოტყუება და რას ნიშნავს ღალატი, ამას ჩვენგან თანმიმდევრულად ისე რომ რა თქმა უნდა ჩვენ რადიკალიზაციას ამით აღარ გავამწოვებთ, იმიტომ რომ ისედაც დაძაბულია ქვეყანაში ფონი და ისედაც ძალიან სახიფათო ასე ვთქვათ სპირალში იმყოფება ქვეყანა, როდესაც ამ ორი რადიკალური ძალის ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ამ დაპირისპირებით, სიძულვილის ენით, პოლარიზაციით რეალურად მხოლოდ და მხოლოდ ისევ ოცნებას არგებლობს, ამიტომ მათ ოცნებას მოუწევს ჩვენგან აი ამ პარლამენტში სიმართლის მოსმენა. ეხლა დღეს იყო პირველი დღე მოგეხსენებათ, ჩვენ მქონდა ჩვენი პოლიტიკური განცხადებები და რა თქმა უნდა ხა ამ დროს სრულად მათთვის გასაცემად ასე ვთქვათ ვერ დავხარჯავდით პასუხების, თუმცა მათ საკმარისი მეტი პასუხი მიიღეს, მაგრამ ჯერ სად არიან აქ ძალიან ბევრ რამეს გაიგებენ ჩვენგან, იმიტომ რომ ჩვენ პირველ რიგში ვიქნებით ქართველი ხალხის ასე ვთქვათ აზრის და კიდევ ვიმეორებ განსხვავებული აზრის განხილვანებელი ამ პარლამენტში. თუმცა მე გკითხეთ, რა მიზანი ჰქონდა თქვენს პარლამენტში 1 წლის შემდეგ დაბრუნებას და ბოიკოტის დასრულებას? მიზანი ის იყო, რომ ქართულ ოცნებას სესიის დარბაზიდან უთხრათ სიმართლე, სწორად გავიგეთ თქვენი პასუხიდან? კი ბატონო, ნუ რა თქმა უნდა, იმიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს დღეს, რომ დღეს რეალობა არის შემდეგი. ოცნების ეს პარლამენტი მართავს დღეს ქვეყანას, ის ღებულობს კანონებს და შემდეგ აღასრულებს ამ კანონებს და სწორედ ამ უსამართლო კანონებით არის დღეს არაერთი ადამიანი, ათობით ადამიანი იხდის სასჯელს საპატიმროებში. ამიტომ ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა არის პირველ რიგში განსხვავებული აზრის დაბრუნება და რა თქმა უნდა ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენება. თუმცა ბატონო გიორგი, ქართული ოცნების 1 წელია პარლამენტში მარტო მართავს, ხო? ეს არ დაწყებულა არც გუშინ და არც გუშინ წინ, არც 1 კვირის წინ. კი ბატონო, ხო და ამაშია საქმე. ამ 1 წლის განმავლობაში ისედაც დააზიანა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა იმ ძალიან ბევრი ანტიდემოკრატიული ადამიანის უფლებების შემზღუდველი და შემლახველი კანონების მიღებით და ზოგადად ანტიდემოკრატიული კანონების მიღებით და ჩვენი როლი როგორც პოლიტიკოსების არის სწორედ იმაში, რომ ოცნებას აღარ მივცეთ ამ ქვეყნის დაზიანების საშუალება და გაუწიოთ წინააღმდეგობა იქ, სადაც პოლიტიკოსებმა წინააღმდეგობა უნდა გასწიოს. 12 კაცი სესიის დარბაზში წინააღმდეგობას კანონებს, რომელიცაც ხალხი ციხემდე მიჰყავს. კი ბატონო, პირველ რიგში ჩვენი მართალი სიტყვით. იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოჩნდა მათ შორის იმ განცხადებებში, რომელიც თქვენ დღეს ახლა გაუშვით ჩემი ჩართვის წინ, ძალიან კარგად გამოჩნდა თუ რამდენად რეალურად ეშინია და არ სურს ოცნებას ამ დარბაზში და არ სურდა ამ დარბაზში განსხვავებული აზრის დაბრუნება და ქართველი ხალხის ხმის დაბრუნება. და ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ყველაზე მთავარი ჩვენი ინსტრუმენტი არის ის, რომ ამ დარბაზში ისმოდეს სიმართლე. და დამერწმუნეთ, ყველა ამ პოლიტიკური ინსტრუმენტის სრულფასოვნად ამოქმედების დამუშავების შემდეგ ჩვენ მივაღწევთ რეალურად ამ ქვეყანაში იმ პროცესს და იმ სიტუაციას, როდესაც ოცნება მათ შორის ვეღარ გაბედავს ისეთი დამაზიანებელი კანონების მიღებას, რასაც აქამდე აკეთებდა. ბატონო გიორგი, ნახეთ, 1 წელი ვახსენე მეც 1 წლიანი ბოიკოტის შეწყვეტა და ახსენეს ქართული ოცნების წევრებმაც, რომ ბოდიშის მოხდა მოგიწევთ საზოგადოებისთვის, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში შეცდომაში შეგყავდათო. თქვენ არალეგიტიმურს უწოდებდით ქართული ოცნების პარლამენტს 2024 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. გეკითხებით, რა შეიცვალა 1 წლის თავზე? ახლა ქართული ოცნების პარლამენტი ლეგიტიმურია თქვენთვის?
კი ბატონო, გეტყვით, პირველ რიგში ხარავის გადასაწყვეტი არ არის ჩვენ სამომრჩეველს და ქართულ ხალხს ბოდიშ როგორ მოუხდით, როდის მოუხდით, რა ფორმით მოუხდით და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ საუბრობთ იმ შეცდომაზე, რაც დაუშვით და ჩვენ არ ქონია ჩვენი შეცდომის აღიარების პრობლემა, მინდა გითხრათ და მე დღესაც აი ამ პირველ სესიაზე შესვლის წინ აი აქ ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, რომ დიახ, პარლამენტის ბოიკოტი იყო შეცდომა და ჩვენ ამ შეცდომის აღიარების პრობლემა არ გვაქვს, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ლეგიტიმაციას, რა თქმა უნდა, ოცნება იდგა ლეგიტიმაციის უმწვავესი კრიზისის წინაშე, მას შემდეგ რაც 2024 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან უამრავი დანაშაული ჩაიდინა. ეს დაწყებული ევროპული მომავლის, ასე ვთქვათ, დამაზიანებელი კანონპროექტები და ზოგადად ევროპულ მომავალზე უარის თქმით, იცით ეს 28 ნოემბრის განცხადებას გულისხმობ, დამთავრებული ანტიდემოკრატიული კანონებით და რაც მთავარია, დამთავრებული მშვიდობიან ადამიანებზე ძალადობით. და ზოგადად როგორც გითხარით ანტიდემოკრატიული კანონების მიღებით, მაგრამ შემდეგ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ და ეს არის დაახლოებით გაზაფხული, როდესაც დაიწყო ამ ქვეყანაში ტოტალური კამპანია, კიდევ ვიმეორებ, ტოტალური კამპანია ბოიკოტის და მე დღეს საპარლამენტო, ასე ვთქვათ, ტრიბუნიდანაც ვთქვი, რომ სწორედ სახელმწიფო მედია იყო ის, რომელიც ყველაზე მეტად აშუქებდა ამ თემას, გულისხმობ საპარლამენტო უпростоრეთ მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტს, რომელიც შემდეგ უკვე გაგრძელდა მშვიდობიანი დამხობისკენ მოწოდებით და რაც დასრულდა 4 ოქტომბერს, სრულიად უპასუხისმგებლო და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი პროვოკაციით, პირდაპირ სხვა საქმე ამას ვერაფერს ვერ დავარქმევ. რა თქმა უნდა, აი ამ 4 ოქტომბრის პროვოკაცია ოცნებას მისცა დამატებითი საბაბი და საფუძველი, რომ ამ ეტაპზე გადაელახა ლეგიტიმაციის κρიზისი. ეს არის და ეს, ამიტომ თუ ვინმე ლეგიტიმაცია მიანიჭა, თუ ვინმე ოცნებას ლეგიტიმაცია მიანიჭა, ეს პირველ რიგში არიან ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. ვინ არიან აუპასუხისმგებლო პოლიტიკოსები? ბატონო გიორგი, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და საზოგადოებამ კარგად იცის ეს ვინ არის. ლეგიტიმაცია, მე ვისაც მეკითხები, ლეგიტიმაცია ხო ეს არ არის ხმასლებრივი აქტი, ხომ? კი ბატონო. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თუ რამე მეშლება შემისწორეთ თქვენც ისევე როგორც სხვა დანარჩენმა ბოიკოტში მყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა გამოაცხადეთ არალეგიტიმურად, ხომ ასე იყო? თქვენ ხომ თქვით, რომ არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად ქართული ოცნების პარლამენტი იყო არალეგიტიმური. პარლამენტში არ შესვლის მიზეზიც და შემდეგ უკვე სიის პირველი 12-ეულის სიიდან ჩახსნის მიზეზიც პარლამენტის მიერ გახდა ის, რომ თქვენ საკანონმდებლო ორგანოში საკანონმდებლო მუშაობას არ ახორციელებდით. მე გეკითხებით, რა შეიცვალა თქვენს აღქმაში ლეგიტიმურობა არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებასთან მიმართებაში? შეიცვალა ეს მიდგომა? აღარ ფიქრობთ, რომ ქართული ოცნება bis პარლამენტი არალეგიტიმურია? აღარ ფიქრობთ, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა? ამას გეკითხებით. რა თქმა უნდა, ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და რა თქმა უნდა ვფიქრობთ იმას, რომ ოცნება ზოგადად არის არალეგიტიმური რეჟიმი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე მთავარი რაც არის ის, რომ ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ფაქტია და მოცემულობაა, რომ ოცნება დღეს სრულად აკონტროლებს ძალაუფლებას. ეს არის ფაქტი. ამას ვერ გავექცევით და შესაბამისად ახლა ჩვენი აქ შემოსვლით კიდევ ვიმეორებ, ლეგიტიმაცია ეს არ არის სამართლებრივი აქტი. ლეგიტიმაცია არის თავიდან ბოლომდე აღქმის და საზოგადოების როდესაც ერთპარტიულია პარლამენტი და როდესაც 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაზე და პროვოკაციაზე რატომ საუბრობთ ამდენ? საუბრობთ იმიტომ, რომ 4 ოქტომბრის პროვოკაცია ეს იყო გაცილებით უარესი ალტერნატივა იმისა, რაც ხდებოდა ქვეყანაში. რა კავშირი აქვს 4 ოქტომბრის აქციას თქვენს პარლამენტში შესვლასთან? პირდაპირი კავშირი აქვს, იმიტომ რომ აი ამ პროვოკაციამ მისცა ოცნებას იმის საშუალება, რომ დაებრუნებინა მათ შორის ამომრჩეველი და ესეც პირდაპირ და თამამად უნდა ვთქვათ და ამის აღიარებაც არ უნდა მოგვერიდოს. სწორედ ამ უპასუხისმგებლო კამპანიამ, კიდევ ვიმეორებ და არჩევნების ნაცვლად ადამიანების მოწოდებამ, რომ ისინი გასულიყვნენ 4 ოქტომბერს მათ შორის მშვიდობიანი დამხობის აქციაზე რუსთაველზე. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს პროვოკაცია შედგა და დასრულდა, იმ მძიმე შედეგებით, როგორც დასრულდა, იყო გაცილებით უარესი ალტერნატივა, ვიდრე ოცნების მოძალადე რეჟიმის მმართველობა.
და ამიტომ საუბრობ. ანუ 4 ოქტომბრის აქციას ხვანაირად რომ წარმართული იყო თქვენ პარლამენტში არ შეხვიდოდით ბატონო გიორგი? დიდი ალბათობით არ შევიდოდით, რადგან 4 ოქტომბერი ეს იყო გადამწყვეტი. თქვენ იცით კარგად რომ ჩვენ შეცდომა ვაღიარეთ ჯერ კიდევ 4 ოქტომბრამდე, რა თქმა უნდა, მაგრამ იქვე ვთქვით და იქ იყო კითხვები, ხომ? თქვენგანაც არაერთხელ დასმულა ეს კითხვა 4 ოქტომბრამდე ჯერ, რომ თუ შეცდომას აღიარებთ, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენ ავტომატურად გულისხმობთ პარლამენტში. პირველი კითხვა სხვადასხვა თქვენ შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით გაჩნდაბაში, როდესაც თქვენ სია არ ჩახსენით და მოლოდინი საზოგადოებაშიც და მედიაშიც იყო, რომ გახარიას გუნდი პარლამენტში შევიდოდა, როდესაც არ ჩაიხსნა საპარლამენტო სია. თუმცა, აი 4 ოქტომბერს რა უნდა მომხდარიყო, რომ გახარიას გუნდს პარლამენტის სკამები არ დაეკავებინა, ვერ მივხვდი. რა კავშირი აქვს ამ ორს ერთმანეთთან? ამაზე ხა საუბარი. ამაზე საუბარი გვიანია, უკვე გვიანია, კიდევ იმართო რომ ჩვენ 4 ოქტომბერი უკვე სამწუხაროდ ეს ფაქტი არის, შემდგარი ფაქტი. და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით იმ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რაც იქნებოდა 4 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში. მაგრამ დადგა იმდენად რთული სურათი, იმდენად რთული ვითარება, რომ აი ამ ვითარებაში ქართველი ხალხის დატოვება კიდევ ერთი წლის შემდეგ ქართველი ხალხის მარტო და პირისპირ დატოვება ოცნების მოძალადე რეჟიმის იმ სიტუაციაში, როდესაც შენ ხარ პოლიტიკოსი, როდესაც შენ ქართველმა ამომრჩეველმა მოგცა ხმა და მოგანიჭა მანდატი პირველ რიგში იმიტომ, რომ მათი ინტერესები დაიცვა. თუნდაც ეს არჩევნები გაყალბებულად გქონდეთ გამოცხადებული? აღარ შეიძლებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ ამ არჩევნების გაყალბება არ არის პირდაპირ საფუძველი არალეგიტიმაციის. არალეგიტიმაცია ოცნება იმიტომ იყო არალეგიტიმური რეჟიმი, რომ მან არჩევნების გაყალბების შემდეგ ჩაიდინა ძალიან ბევრი დანაშაული. და არა იმიტომ, რომ არჩევნები გააყალბა? და არის დღემდე ოცნება. კი ბატონო, იმიტომ რომ მან ჩაიდინა ბევრი დანაშაული. რატომ არ შეხვედით ბატონო გიორგი? ლეგიტიმაცია არის აღქმის ნაწილი და არა სამართლებრივი აქტი. არავინ ვერც ამ ქვეყანაში და ვერც მსოფლიოში ვერ გამოსცემს ვერანაირ აქტს, რომელსაც დაერქმევა ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია. კი ბატონო, ასე იყო 1 წლის წინაც. აი ნახეთ რა მინდა რომ კითხოთ, ასე იყო 1 წლის წინაც. ეს ახლა არ მომხდარა რომ აქტის გამოცემა სჭირდებოდეს, ანუ ვერ გამოსცემდეს. ხო, ლეგიტიმურია პარლამენტი, არალეგიტიმურია პარლამენტი, მათ შორის აღქმაში, როდესაც საკანონმდებლო ორგანო არის ერთპარტიული, ხომ მეთანხმებით? დღემდე ქართული ოცნების პარლამენტი იყო თუ არა ერთპარტიული? კი ბატონო, იყო ერთპარტიული, მაგრამ კიდევ შემდეგ, როდესაც აი კითხვა მაქვს ასეთი პროცესებმა შეუქმნა თუ არა ლეგიტიმაციის საფუძველი ქართულ ოცნებას თქვენმა პარტიამ, როდესაც ცარიელი დარბაზი ოპოზიციონერი დეპუტატების მხარეს შეივსო 12 კაცით თქვენი დეპუტატებით. ხო და სწორედ ამას საუბრობ. სანამ ოცნებას ჰქონდა ლეგიტიმაციის კრიზისი, როდესაც მართლა შეიძლება ჩვენ აქ შემოსვლას, მათთვის დამატებითი საფუძველი მიეცა ლეგიტიმაციას, ეს სულ სხვა დრო იყო. ჩვენ მოვლენები ხომ დროში უნდა შევაფასოთ. ზუსტად 1 წელია გასული და ქვეყანა ჩიხში შეიყვანა 4 ოქტომბრის სპეცოპერაციამ და პროვოკაციამ და ამაზე რატო არ გინდათ საუბარი? ჩვენ ამაზე იმიტომ კი არა ვსაუბრობთ, რომ რაღაც მაინდა-მაინც ვიღაცაზე გადაგვაქვს პასუხისმგებლობა, თუმცა გადაგვაქვს, რა თქმა უნდა გადაგვაქვს. მაგრამ ჩიხშია ქვეყანა. ამ რეალობას თვალი ხომ უნდა გავუსწოროთ. დღეს ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ იგივე მოცემულობით, რაზეც საუბრობდით 1 წლის წინ. თქვენი ყველა კითხვა ეხება 1 წლის წინანდელ პერიოდს, მაგრამ დღევანდელიდან მითხარით, როგორ შეცვლით თქვენ რეალობას დღეს პარლამენტში ყოფები? ჩვენ რეალობის შესაცვლელად ვიბრძოლებთ შიგნიდან, რეჟიმის შიგნიდან ვიბრძოლებთ ამ მწვავე რეალობის შესაცვლელად. კიდევ ვიმეორებ, ძალიან კარგად გვესმის და რა თქმა უნდა ვერავის ვერ დავპირდებით, რომ 12 მანდატით 99 მანდატს დავძლევთ. მაგრამ ერთადერთი რასაც ვპირდებით ყველა ქართველს მიუხედავად იმისა, ვისი ამომრჩევლები არიან ისინი, რომ მათ ხმას დავაბრუნებთ საქართველოს პარლამენტში და განსხვავებულ აზრს დავაბრუნებთ საქართველოს პარლამენტში და ვიბრძოლებთ ოცნების მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ. მადლობა. გიორგი შარაშიძე, პარტია გახარია